ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა ამ კვირაში ავტომობილებსა და მათ ნაწილებზე დამატებითი გადასახადები დააწესოს. ევროკავშირის უმსხვილესი ექსპორტიორი ამ სფეროში გერმანიამ შესაძლოა მილიარდობით ევროთი დაზარალდეს. გერმანიის საავტომობილო მრეწველობის ასოციაციის განცხადებით, ამერიკული ქარხნები დიდწილად დამოკიდებული არიან მომწოდებელ კომპანიებზე, განსაკუთრებით კანადასა და მექსიკაში. თუ ტარიფები ამოქმედდა, ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირველ რიგში კი ამერიკელი მომხმარებლებისთვის. ეს საფრთხეს შეუქმნის ეკონომიკურ ზრდას, კეთილდღეობასა და დასაქმებასაც კი, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. დღეს გამოსავლის პოვნა აუცილებელია. გერმანელი ავტომწარმოებლები აქტიურად მუშაობენ ამერიკის ბაზარზე, სადაც 140,000-ზე მეტი ადამიანი ყავთ დასაქმებული. ისინი წელიწადში აწარმოებენ 900,000-ზე მეტ ავტომობილს, რომელთა ნახევარი ექსპორტზე გადის. თვითონ ამერიკელი მწარმოებლებიც კი ეწინააღმდეგებიან ამ ტარიფებს. ამიტომ ევროკავშირმა უნდა დაანახოს მსაუბრობა შეთანხმებაზე, მაგრამ იმავდროულად უნდა აჩვენოს, რომ ძლიერი და თავდაჯერებული იქნება, თუ შეთანხმება ვერ შედგება. Wir haben auch einiges zu bieten. Wir sind der größere Binnenmarkt als die USA und diese Stärke müssen wir dann auch bereit sein auszuspielen. როგორც კომპანია Audi-მ Euronews განუცხადა, Volkswagen იმედოვნებს, რომ სავაჭრო პარტნიორებს შორის შედგება კონსტრუქციული დიალოგი. კომპანიამ ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში $14 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მათთვის მთავარი სტაბილურობის შენარჩუნებაა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების შეცვლის გამო ბაზრებზე გაურკვევლობაა. კომპანიები სავაჭრო ომსა და რეცესიის საფრთხეებზე საუბრობენ.